მოგესალმებით მეგობრებო და დღეს ჩვენ ვითამაშებთ სოფლიოს გეიმებს FC-ში მობაილში და მოკლედ ავიღებთ ვინ ავიღოთ კი როცა პირველ რიგში ყველა ჩემპიონობას და მოკლედ ვინ ავიღოთ ვფიქრობ რომ ავიღოთ ხორვატია იმიტომ რომ ეს ნაკრები 6-ჯერ იყო World Class-ში თამაშობდა თქო და ეს ნაკრები 6-ჯერ იყო სოფლიოს ჩემპიონატზე 6-დან კი 3-ჯერ აიღეს медаლი 1998-ში მესამე ადგილი 2018-ში მეორე ადგილი ანუ ფინალში და 2022-ში მესამე ადგილი ისევე ამიტომ ამ გუნდს როდესაც ხორვატია პირველად ჩამეს მის ყურში მე მგონია რომ 2018-ში და მოყოლებული ანუ მე პირველად 2022-ში ვიცოდი ფეხბურთის სოფლიოს ჩემპიონატი როცა იყო 2018-ში და 22-მდე ვიცი სოფლიო და პირველად ხორვატია მაშინ ჩამესმა ყურში და ხორვატია როცა მესმის გონია რომ ეს ნაკრები ყოველთვის არის ფავორიტი. პირველ კვარას ჩემპიონობა ძალიან გაგხარდა ყველას. ესპანეთთან არ ეგონოთ თუ მარტივად ვითამაშეთ და რამე ორივე ხუთწარიანი ნაკრებია, ანუ ხუთ ვარსკვლავიანი ნაკრებია და ხორვატია არ არის სუსტი თავიდანვე სინამდვილეში ვერ ჩამოწევდა აქაც, იმიტომ რომ თუ მარტივად ვითამაშე ხორვატიაში ძლიერი ფეხბურთელები იყოს და ამიტომ ივანოვიჩი კარგი შეტევა გვაქვს თავიდანვე, მაგრამ კუკურეია კარგი იყო. თუ გინდათ მეგობრებო რომ ნორვეგიათი ვითამაშო სოფლიოს ჩემპიონატის ეს არის World Class-ი როგორც იცით, ლეგენდარიზი, ანუ ყველაზე რთულზე, ყველაზე რთულზე თუ გინდათ ვითამაშოთ სოფლიოს ჩემპიონატი, თუ ეს ვიდეო 100-დან 150-მდე ნახოს დააგროვებს, ვითამაშებთ ყველაზე რთულზე ჩემპიონატს და იქნება ძალიან მაგარი. სუჩიჩმა შემოიწია დარტყა რა შეუშალა ივანოვიჩმა ხელი 100-დან 150-მდე ნახოთ ხო იქნება ვიდეოს მოკლედ ვიტყვი რომ ნორვეგიასთან ერთ კვირაში გადავიღებ ვიდეოს ნახეთ ყველაფერი ჩვენ ფეხბურთელებს არ გვიმართვით ჩალეტას არის ვილიამსმა დაგვიწირა მოძრაობაზე მოდრიჩი ფერმინს რა ლამაზად ეთამაშება კუთხური ფერმინს რა კარგად ითამაშა ჩვენი მცველი ვერ დავინახე ვინ შუტალუ სუჩიჩი მოდრიჩი კარგი დატრიალება მოდრიჩის ანტებუდიმირის პასი ძალიან ცუდი იყო მაგრამ კრამარიჩმა ჩაჭრა სუჩიჩი კარგად ინარჩუნებს ამბურს სტანიშისა მოდრიჩი დაამშვიდე ცოტა ერთი კარგი შეტევა გამოვამზადოთ სუჩიჩი დაუგდო ბუდიმირს ანტებუდიმირი ჯარიმე კარგი იყო ეს ჯარიმე მე ვიტყოდი იმიტომ რომ იამალი აქ ეხა დაიწყებ და წაიღებ და იქით ყოჩა გვარდიოს აქედან ჩააწვდის ან ამას იცავს კარგი ის ჯარიმე და ძალიან გამართლებული რა პასა უნდა მიცირს თავარი როდრი თუ ჩააწოდებს ძალიან კაი ისიზავს შანსი არ აქვს ესპანეთის თავზე გადმოვარდნილებზე არის ერთ-ერთი საშიში კარგია სუჩიჩმა დაატოვებინა ბურთი და ბოლო შეტევის პლასტარმია ამ ტაიმში არა 1-0-ს ვაგებთ 0-1 დიდი იმედი მაქვს რომ გავაგდებთ ესპანეთს მაინც ირაკიჩი წებს ესპანეთი კარის ერთი გოლია მნიშვნელოვანი აქ ფაქტორია ამ თამაში და იმედი მაქვს რომ მაგ დროს გავიტანთ ჩვენ როდრი ნუ არ ვიცი კომენტარი ანტებუდიმირი ორი ბუთის გატანა ძალიან შევიდა მოდრიჩს ვერ გაიტანა მოდრიჩიც რო ვერ გაიტანს ახლა უკვე ძალიან სერიოზულად ასეთ ჩალეთ სუჩიჩი გაძრავ ვილიამსი 0-3 ძალიან თუ 0-3 სანიშიჩი შუტალუ რა კარგი
კიკოფი დავე ვერ გამოვიყენე კიკოფი სამწუხაროდ მაგრამ კუთხური ჩალეტასარი ის კიკოფი უნდა გამომიყენებინა 100%-იანი თან 1.4 მაინც ხდებოდა ვერ გამოვიყენე და ნულით 5 ჯარი მქონია ნულით 5 ნახავენ შეგორება